მოკოკინა. აი ახლა ვინმე რომ მოვიდეს და ეს მშვენიერი დილის განწყობა ჩაგვიშხამოს, ის რისი ღირსია? მოიცა, წიგნიში ჩავიხედავ და ვნახავ. კარგი, ფრთხილად ჩადი. ფრთხილად ჩავდივარ. გიპოვით, ჩემო ცხვრებო, და ვინც თქვენ შეგაწუხათ, იმათ ამ კომბლით დავბეგვავ. აბა ნახე, როგორ გამძღარა და ნებივრობს. საოცრება. მოусმინეთ ერთი, როგორ უსტვენს. ეს ნამდვილად გამძღარია. აბა კბილები დაკრიჭე. თუ კარგია, შენ დაკრიჭე. დაკრიჭე თორემ ამ კომბოლს ხო ხედავ? სულ არ მეშინია მაგ კომბალის. როგორ თუ არ გეშინია? ყველას ეშინია. რა გინდა ჩემი კბილებისგან? მშვენიერი კბილები მაქვს. კარგ სტომატოლოგთან დავდივარ. დაკრიჭე კბილები. ჩიჩია უნდა ვნახო. რა ჩიჩია? ჩემი ცხვრების ჩიჩია. მთელი ცხოვრება სტაფილოს ვჭამ. რა ჩიჩია? რის ჩიჩია? აბა ჩემი ცხვრების სად არიან? რამდენი ცხარი გყავს? 3. მე ამხელა კომბლიანკაც 3 ცხრისთვის ვერ მიგიხედავს. შენ ძალიან მაღიზიანებ, მაბრაზებ და დამცინი. გიპოვით, ჩემო ცხვრებო, და ვინც თქვენ შეგაწუხათ, იმათ ამ კომბლით დავბეგვავ. რა უნდა და იმ კომბლიანკაც? ცხრები დაკარგა და ეძებს. ვინც ეძებს, ის იპოვის. დღეს რამე საქმე გვაქვს? დღეს სტვენის დღე გვაქვს. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა მელა. რა ორიგინალურად გაცვია. ვითარდებით. დიდი ხანია ჩამოხვედი. თუ ტყუილებმა გამოგაგდეს. გავიგე ბანკი ჩამოგიყალიბებიათ. დიახ, მგელი ბანკი. შეიძლება თანამშრომლობა თქვენ ბანკთან. რა თქმა უნდა. სესხის აღება მინდა. ჩემს საცხოვრისში, ანუ ბუნაკში, რემონტის გაკეთება მინდა და ფული არ მაქვს. მე რითი გადაიხდი მაგ სესხს? ძალიან სარფიანი გარიგება მაქვს დადებული. ვისთან? ყუილებთან. ყუილებთან ვინდებს გარიგებას? სხვადასხვა მენდობიან, ვენდობი და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ისმენ. სად არიან ჩემი ცხვრები? მელა, მსუნაგი მელა. აბა დაკრიჭე კბილები. რატო? ჩიჩია უნდა ვნახო. რა ჩიჩია? ჩემი ცხვრების ჩიჩია. აქ არ არის ჩიჩია. აბა სად არის? პატივცემულო კომბლიანო. მე მხოლოდ ქათმის კერძებს გიახლებით. ძვირფასო მოქალაქე. მელას ასეთი სიმართლე ჯერ არ უთქვამს. მგელი! ეს რა არის? მგელი ბანკი? გისმენთ ბატონი. აბა დაკრიჭე კბილები. რატომ? ჩიჩია უნდა ვნახო. რა? ჩემი ცხვრების ჩიჩია. პირველ სერიაში ხაში რომ მივირთვი, მას მერე ჩიჩი არ გამისინჯავს? აბა ჩემი ცხვრების სად არიან?
ლოკოკინა. ესე იგი, ტრამვაი გავიყვანეთ, ნამცხრების მაღაზია გავხსენით, ბანკი ავამუშავეთ, მოდაც შემოვიტანეთ. ახლა ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იდეა მაქვს. აბა, მოგვახსენეთ პატიცემულო ახალგაზრდა. ღამე ძალიან ბნელა ჩვენს ტყეში. ღამე იმიტომ არის, რომ უნდა ბნელოდეს. ხო და რომ გავანათოთ და აღარ ბნელოდეს? როგორ? ესი გაქვს სადმე. ციცინათელებს ხელშეკრულება დავუდოთ. ხეების ფოთლებზე დასხდნენ და იციმციმონ. ახლა ქვევიდან ზევით ანათებენ, მერე ზევიდან ქვევით გაანათებენ. თან ხელფასიც ექნებათ. რა მაინტერესებს ეგ ციცინათელები? ზუზუნებენ თუ წუწუნებენ? მე მგონი ორივე. რატომ? იმიტომ რომ საქმე არ აქვთ. დაასაქმე? დიახ, დავასაქმებ და ერთდროულად ორ კურდღესაც დავიჭერ. ხელფას რომ აიღებენ, გაჩუმდებიან და თან ტყესაც გაანათებენ. მოგვარებულია ელექტროფიკაციის საკითხი. მიშველეთ! დაკრიში ახვილები! მიშველეთ! რა ხდება ლოკოკინა? ვიღაც შველას ითხოვს. ვიღაც კაცი მომსდევს და მეუბნება. ფილები დაკრიჩო, თან კომბალს იქნევს. აბა დაკრიჭა კფილები. აზრი არა აქვს. რატომ? ეგ ფუტკართან მუშაობს და გასამრჯელოდ დღეში 4-ჯერ დიდი კასრით თაფლს მიირთმევს. რათ უნდა შენი არომატული ცხვრების ჩიჩირა? უი მართლა? ჩატ GPT-ს ვკითხე. სად არიან ცხვრები? ასე მიპასუხა. სავარაუდოდ აქო. ჩატ GPT ვინ არის? ნავთლუღის ბაზრის დირექტორი. სად არის ნავთლუღის ბაზარი? გორში. იქ იცნობ ვინმეს? კი როგორ არა იქ მამიდა ჩემია მთავარი ბუღალტერი. მამიდა შენი კურდღელია? არა, მაჩვი. რა ქვია მამიდა შენს? მერლინ მორო. ამას ვინანდო სამი ცხვარი? ურტყის მამიდა მართლა მაჩვი გონია? გორი! მორინიო! გორი! მორინიო! ლოგოკინა. შენ ნაკითხი პიროვნება ხრა და გეცოდინება. ჩაქაფულს რომელი სპირტიანი სასმელი უხდება? თაფლის არაყი. ჭაჭა. ხო და მე მგონი დილით მაგ ჭაჭით ღომთვრალი. რაზე შეატყვე? ჯერ ერთი პირის ღრუდან ჩემთვის მიუღებელი სურნელი გამოსდიოდა. და მეორე, აი დილის 6 საათზე კომბლით ხელში შუა ტყეში კურდღელს რომ თავზე დაადგები და ეჩხუბები, კბილები დაკრიჭე, ცხრის ჩიჩია უნდა ვნახო. მთვრალი ხარ აბარა. გორი! მორინიო! გორი! მორინიო! მე მგონი თვითონ ჭამა და არ ახსოვს. რა იცი? ცხრის ტყავისგან შეკერილი ქურთუ კი ეცვა. გორიდან რომ დაბრუნდება, გამოფხიზლებული იქნება და გახსენდება.